მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ დღევანდელ ვიდეოში ნახავთ ჯეტროს, მაგრამ ესე მარტივად იმიტომ დავიწყე ეს ყველაფერი, სასიამოვნო სიახლით მინდა დავიწყო, სანამ უშუალოდ ტესტ-დრაივზე გადავალთ. მე ვიმყოფებით ეგეტაში და სასიამოვნო ინფორმაცია ის არის, რომ ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივის არხზე გავათამაშებთ 4 ზამთრის საბურავს. ყველას შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ამ გათამაშებაში და ყველანაირ დეტალს ვიდეოს ბოლოს აგიხსნით. როგორ შეიძლება გახდეთ გამარჯვებულები ამ 4 სულ ახალი საბურავის. ზამთარი გვიახლოვდება, ცოტა ხანში უკვე ამინდებიც გაუარესდება და მე კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, ვინც საბურავებს ეძებთ, შეგიძლიათ მოგზავნეთ ეგეტაში და შეიძინოთ ზამთრის საბურავი. თან ძალიან მაგარი შემოთავაზება აქვს ეგეტას 22 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ ზამთრის საბურავზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ზამთრის საბურავი და ლოიალობის ბარათზე დაგებრუნდებათ გაორმაგებული cashback-ი. ნუ მე რა თქმა უნდა Bridgestone-ს გავუწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია და ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია და ნუ ყველა მიცის რომ Tegeta არის წლები უკვე ამ ბრენდის წარმომადგენელი. ჩვენს რა თქმა უნდა Tegeta საბურავებს ვათამაშებთ, ჩვენ ავიღებთ 4 წელს საბურავს და ჩვენ არც გავათამაშებთ მაგ საბურავებს, მაგრამ ნუ ვინც ვერ გახდება გამარჯვებული, მაგრამ მაინც ეძებს რომ ზამთრის საბურავზე გადავიდეს, გირჩევთ რომ მოხვიდეთ და კარგი შემოთავაზება არის და ნუ ერთ-ერთი საუკეთესო საბურავი შეგიძლიათ შეიძინოთ. ვისაც ქალაქგარეთ სიარული გიყვართ ზამთარში, რა თქმა უნდა, ზამთრის საბურავები უნდა გამოიყენოთ და კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ ეგეტაში, შეგიძლიათ ადგილზე მიბრძანდეთ, სასურველი ზომები შეარჩიოთ და გაორმაგებული cashback-ი დაგებრუნდებათ 22 ნოემბრის ჩათვლით. ჩვენ იზღა დაგვრჩენია დღევანდელ გმირს, დღევანდელ სტუმარს დაუბრუნდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ვათამაშებთ 4 სულ ახალ საბურავს, ზამთრის საბურავს და ვიდეოს ბოლოს გეტყვით თუ როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ჩვენ გათამაშებაში. ამიტომ არ დასკიპოთ, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და თქვენ შეიძლება გახდეთ 4 სულ ახალი ზამთრის საბურავის გამარჯვებული. წავედით უკვე ტესტ-დრაივი გვიხმობს. და ის ჯეტური T2 დღევანდელ ტესტ-დრაივში. ერთისოდე ეს მანქანა არის ჩვენი მეგობრის, ჩემი მეგობრის არის, კოლეგის, დრიფტერი გივი ბიბილეიშვილის. ერთი სიტყვით ერთ-ერთი დღე იყო, ღამის დრიფტისთვის ვემზადებოდი და თავის მანქანას აწყობდა ეგ E92 ყავს ძალიან მაგარი. ალბათ შემდეგ წელს უკვე შემოვარდება დრიფტში მაგ მანქანით და აი ამ თავის ფარეხში რო აკეთებ და რუსთავში თავის ბოქსი აქვს აღებული გაწყობდა მანქანას და ბიჭო გარეთ ხედავ ამ მანქანას და მეთქი ეს ვისია თქვი ჩემიაო. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ზოგადად დრიფტერები და ავტოსპორტის დაკავებული ხალხი ჩინურ ავტომობილებს არ აღიარებს ხოლმე და მართლა გამიკვირდა ჩავეძიე მე რა რომ აი შენია რამდენი ხანი ყავს და ასე შემდეგ და 24-ში ვიყიდეო ეს მანქანა და უკვე 1 წელია მყავსო და იმის მერე ვეუბნები რომ უნდა გადავიღო მეთქია და დადგა ის ნანატრი დღეც რომ ეს მანქანა მოვიყვანი აქ და ნანატრი რატო მე ერთხელ ვახსენე და ბევრჯერ ვახსენე რომ ცენტრის მანქანას უბრალოდ აღარ ვიღებთ შემოთავაზებები ბევრი იყო მადლობა მიღებულია ეგ ყველაფერი არაფერი პირადული და არ გეგონოთ რომ თქვენი მანქანა თუ მოხდება ჩემთან აუცილებლად რაღაცა უნდა დავაჯვა მაგრამ თუ დასაჯმელი იქნება აუცილებლად დაეჯმევა მაგრამ იმ კარგ რაღაცებსაც არ გამოგაბართ ანუ სამართლიანი ტესტ-დრაივი იქნება ყველანაირად ამიტომ ჩაჩილაუთით მან მოდუნდით Try to relax your anus. და შეუბეროთ ტესტ-დრაივი. ერთი სიტყვით ერთ დღეს ყველა ინფლუენსერმა გაიღვიძა და გადაწყვიტეს რომ ჯეტური უნდა ეყიდათ თუ რაღაცა უნდა ექნათ არ ვიცი მაგრამ ყველამ გააძრო ჯეტური ინტერნეტ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ჯეტური იყო ყველგან ინსტაგრამზეც TikTok-ზეც YouTube-ზეც და რა მე მგონი ადნაკლასნიკებზეც გააძეს არ ვიცი უბრალოდ მან აღარ შევდივარ მაგრამ 1-2 rilsi რაღაც ვიდეო ან ფოტო მაინც იქნებოდა მან მეც რა თქმა უნდა გამონაკლისი არ ვარ და მეც მინდოდა ეს ავტომობილი
გადამეყო და კაგრას აი გივიაც დამეხმარა მაგაში. მე მიყვარს ხოლმე დაწყება ვიდეოსი ვიზუალით. ჯეტურის ლოგო არის, აი პირდაპირ ვიზახი ლაიტბოქსივით, აი სარეკლამო, აი პატარა სუპერმარკეტი როგა გახსნილ და გარედან რო ლაიტბოქს უკეთებს, ზუსტად ეგრე არის, აი ამ შავ პრიალაზე, ეს თეთრი ახლიდან გამოჩნდებოდა ალბათ. ასოები მე არ მომეწონა, იმიტომ მგონია რომ აი რა დაბრუნდება იქ ვიღაცამ გამყიდველო უნდა მივიდეს და ეს რუბლინგს აარტყას ხელი და ეს თავის ლაიტბოქსი აანთოს. ბამპერსაც შეეხება ჩვეულებრივი პლასმასი, რომელსაც სხვადასხვა ფერი აქვს, ცოტა აჭრელებულია, არ ვიცი ამ ერთ წელში რატო გახუნდა და რატო აჭრელდა, მაგრამ აჭრელებულია. ესეც დიზაინზე შეიძლება ბევრი არ დამეთანხოს, მაგრამ მე ჩემი უნდა თქვა, აი ზოლებიც ამ ბამპერში არ მომეწონა. აი ზოლები არ მომეწონა. არ ვიცი, ზედმეტი მგონია, ანუ ელეგანტურობას არ ძენს, ოფროუდობას არ ძენს. არც იქით არის, არც ახლა შუაშია გაჩხერილი, როგორც აი ადგილი გვაქვს და მოდი რაღაც დიზაინი გავუკეთოთ და ზუსტად ეგრეა ჩემთვის. ფარეს რაც შეეხება, შიგნიდან მომეწონა, შიგნიდან ლამაზია, ლინზები რაც აყენია, ანთებულიც მომწონს, ციმციმა რო ირთვება, ეგეც მომწონს და ყველაფერი მომწონს, მაგრამ გარედან ეს ოთხკუთხედი დიდად ვერა. აი იმას ვიძახი, არც ბრუტალური არ არის, ელეგანტურიც ვერ არის და აი თითქოს არაფრის მთქმელი არ არის. კარგად ანათებს, ლამაზი დიზაინი აქვს, როცა ჩართულია, მაგრამ გარედან გარე პლასმასი არ მომეწონა. ასევე აი ეს კაუჭები, რო ყველას კაუჭები გონია, მანდაც ვერ დავამუღამე რა ჩანაფიქრია, ანუ თუ არ უკეთებ კაუჭს, აი ეს ფოსფორის კაუჭი მეგონაც ვეში, არაფერი არ აქვს, ანუ ხელი შეყა, არაფერი არ აქვს საერთოდ. ანუ ვითომ კაუჭია, ვითომ სტილი აქვს ოფროუდის ამ მანქანას და ანუ არაფერში არ წერია. როცა შეეძლოთ უბრალოდ ეს ფერი რაღაც პლასმასით დაეყენებინათ, ნებისმიერ კაუჭს რო არ გავდეს და ანუ უფრო ისეთი იქნებოდა, რომ ვიტყოდით, რომ დიზაინისთვის მოუარგეს ეს ფერი და всё ძალიან მაგარია. და ეხლა ვინც არ უნდა შეხედოს, ყველას გონია რომ კაუჭია და რეალურად მან ვერაფერს ვერ ჩააბავ. ანუ ჩასაბმელიც არ აქვს, საბუქსიეს არაფერი არ აქვს. დააძალო მოტყდება, იმიტომ რომ პლასმასია გერმეტიკით არის დამაგრებული სავარაუდოდ. ქვედა დიზაინს მომეწონა ეს წინა მხარე ბამპერის. ესეც სწორად ჯერ არ მithქვამს არაფერს მომეწონა, მაგრამ ეს ჭრილები მომეწონა, იმიტომ რომ შორიდან რო უყურებ ლამაზად ჩანს და ქვევით ალუმინიც არის, რომ რაღაცა არ წამოეგო ოფროუდში რო გადახვა. ერთი სიტყვით ის ალუმინი კარგია, აშება რკინა არის, ეხა ყურით ვერ გავიგე რა არის, მაგრამ ოფროუდში რო გადახვა რაღაცა ეს რო გამოედები, ის დაიცავს, რომ ძრავთან რამე შენსავალს რამე არ დაუზიანდეს. ეგ ნორმალურია, ეგ აი მოუფიქრებიათ. ეხა გადმოვინაცოთ გვერდზე, ნუ აქაც რა იგივე, რასაც ვიძახი. ვიზუალური მხარეა ეს ხოლმე მხოლოდ აწერია 15 კილო მაქსიმუმიო, 15 კილო ანუ ხელითაც ვერ ჩამოეყუდები, არ უნდა მიარტყა არაფერს, არ უნდა დაეჯაჯგურო. უბრალოდ ვიზუალური რაღაცა დეტალია, რომელიც რაღაც არა, 15 კილო რა უნდა გააცრო მართლა. არა, მე არ ვიცი ისთვის არის. არა, ეს რისთვის არის, ანუ საიდან უნდა გაზომო. სასწორი უნდა მოაბო და გამოკაჩო. ხო, არა, მართლა ხელის თუ ვერ მოკიდე, მაშინ 15 კილო რა უნდა გააცრო. ხო და მაგას ვიძახი რა, როგორც წინა კაუჭი, აქაც, რა ვიცი, სხვანაირად უნდა გაეკეთებინა, დიზაინი თუ უნდათ რომ გაეკეთებინა და არ უნდა გავდეს რაღაცა იმ ვითომ ოფროუდის მონსტრს, რომელსაც ნუ ეგ ფუნქციები არ გააჩნია. ანუ რა საჭირო სხვანაირი ლამაზი არ იქნება, ანუ იქნებოდა სხვანაირს ლამაზი, მაგრამ ნუ კაი ჯანდაბას, კაი ვაპატიოთ. კრილოებიც იგივე პლასმასი, ჩვეულებრივი პლასმასი მოყვება. ლამაზი არის. ანუ თვითონ პლასმასი არა, ზოგადად დიზაინი რა ფორმაც აქვს, ამას ლამაზი აქვს. აი ეს რასაკეთებს ვერ გავიგე. ოციანი დისკები, ნუ ნორმალურად გამოიყურება ეს დისკები და ეს პატარა ფოსფორისფერი რაღაცები მინდა აღვნიშნო, დეტალები, რომელიც ფოსფორისფრად არის გამოყოფილი. არაფერს არ შევა, მაგრამ მე პირადად მომეწონა და გეტყვით რატომ მომეწონა. თავისი რაღაც ხელწერა აქვს გაკეთებული, აი როგორც კი ამ ფოსფორისფერ დეტალებს ხედავ ქალაქში, თუნდაც ღამე იყოს, ხვდები რომ ჯეტურია. ანუ რაღაცით თავი დაგვამახსოვრა. ზუსტად მაგიტომ მომეწონა, რომ რაღაცა გამოკვეთილი აქვს, თუნდაც რაღაცა ის სამი ზოლი ზევით დისკებზე წერტილები და ვითომ კაუჭებზე, რომ ეგრევე ხვდები რომ ეს არის ჯეტური. სხვა მანქანებს არ აქვს ესეთი დეტალები, ესეთი ფოსფორისფერი. მაგაში რა ვერაფერს ვერ ვიტყოდი, კაია. ასევე კრილოსთან დიზაინი აქვს რაღაცა, პლასმასი მიმაგრებული, აი ეს არც ფუნქციონალურია, არაფერს არ აკეთებს. ძალიან თხელია, სულ რო ჰაერს ატარებდეს, მაინც არაფერს არ შეცვლა. ესაც მიწებებულია მხოლოდ დიზაინისთვის. ფეხის დასადები მომწონს, უხდება დიზაინში ლამაზად არის და ჩაჯდომის დროსაც გეხმარება. ეხლა მაგაზე რა უნდა ვთქვა. ზევით 15 კილო აწერია თუ არა? აქ არ ვიცი, ისე ამაყა ჩამოვეკიდე შეიძლება მოძრე. არაფერი არ აწერია, მაგრამ ეს მყარია, რა თქმა უნდა, ანუ ეს პლასმასი უკვე გადახუნებული. კი, ეგ პლასმასი, მაგრამ ზადო ფოსფორი ანათებს. პანორამა გვაქვს, ეს ჭრილები, ნუ ამაზე მე შეგიძლია სავარაუდოდ დააყენო. აგერ აქვს სამაგრები.
ბერკეტების მომწონს წინა უკანა და გადმოვიდეთ კრილოზე. აქ უკვე აურიეს. რაღაცა ჩააქსოვეს. პირველი, რომ ეს დიზაინი ვერ ამოხსენი, რატო აქ აქედან მოდის, მე ჩაწეულია, მე ისევ ზევით ადის, მე საერთოდ ამ კრილოზე გადადის და აი ეს პლასმასი ვერ ამოხსენი რისთვისაა და რა შვება. პლუს მაგას აქ ნახე. ეს პლასმასი აი რო ნეტო და ამასო გამოაღებ რაღაცა ხონდა ყოფილიყო და აჰა. ხო, ნუ არ ვიცი, რაღაცა ნიტო არის. არც იქით არის, არც აქეთ არის. აი არ მინდა რომ ძალი წიხლი მივაჭირო, მაგრამ ნუ რა არის? ხა სხვა მანქანაზე უეჭველი დავაჯვალდით და ეხა ამაზეც გეუბნებთ რომ ძალიან მახინჯი არ მომეწონა. ჩვენმა მეგობარმა არ ვიცი რომელ ოფროუდში ან სადმე პარკინგზე თუ რა ქნა, არ ვიცი, აქ გასმული. და ის პლასმასი მოძრა, მოტეხილი აქვს რა ეს ჩამოსული პლასმასი. და მინდა გითხრათ რომ ესე ჯობია. გადმოვინაცოთ უკანა მხარეს კიდე ბევრი რაღაცა არის, რაც საერთოდ არ ჭირდება ამ მანქანას, მაგალითად აი ეს პეტლები, ვითომ პეტლები არის, რომ ეს აი ოფროუდის ავი მანქანას დაემსგავსოს აი ეს, ამაზე უნდა ეკიდოს ეს კარი, მაგრამ რეალურად ეს არ არის სამაგრები, არც საყრდენი არ არის, არაფერი არ არის, ორი პლასმასის რაღაც AliExpress-ის პლასმასი აქვს მიყენებული ქარხნულად. T2 წერია აგერ კი ბატონო, ამ ავტომობილის მოდელია ეს T2 და აქ Jet2. აი ლოგო რა ჩვეულებრივია, мама პაპურია, მშვენივრად არის თავის ხმას არიღებს. ეს ხო ამაზია და ბილბორდივით არ არის და ეს ლაიტბოქსივით. ასევე ეს ბერკეტი პირველად მოვიდა დავეჯაჯგური ამ ბერკეტს, მეგონა რომ როგორც კარი იღებოდა, ისე იღებოდა, თუმცა ეგრე არ იღება, ამღილავს უნდა დააჭირო და მე ხელით გამოწიო. ვინაიდან გავაღემოდი აქაურობას ვილაპარაკებ. ორი ჰელის ჩასადები გვაქვს აქ. ნებისმიერი პატარა ბოთლი და ჭიქა შეგვიძლია დავდოთ აქ. აჰა, ამაზე აწერია 3 კილო. ნუ ამაზე შეგიძლია რაღაც ქურთუკი გადაკიდო. კი მანდრა, აი აქ მაგინდა შენს მაგარი გააწყე შეჭება. ქურთუკი გადაკიდო და მე რა დედი ნა. ღია როცა არის, შეჭა პიკნიკზე რო ხარ, ამე ჩამოკიდე. აი, ясно. პარკს რამე ქურთუკს. გადააფაროზებ. ჭიქას თუ დადე და ეხა ბოზების მოგინდა ყველაფერი ერთად არ გამოდის. ღია გაკ პიკნიკზე ხარ, აი მენა ჩამაჭია ციხე. რისთვის აგეთ ქალაგარეთ ხარ გასულ პიკნიკობ, ი ბავშვები დარბიან, ბურთი თამაშობენ, რა თქმა უნდა შენ გაქვს შეტენილი ყველაფერი, პარკებსაც შენ უნდა მიხედო, ოფლი გაგდის ტრაკიდან, ან ჩამოკიდებ რაღაც ქურთულს, ოღონდ არ უნდა დაკეტო. დინარზე ვერ მიხვდა, მან თუ ჩამოკიდე დაკეტო დედა არა, არ უნდა დაკეტო, აი განახე. მე ბავშვი მიაჯახუნებს და всё დაიწყო. არა, ნუ ეხა ეგრე კი, მე რისთვის ხარ შენ? აგინო მე. აჰა, დაკიდე და შენთვის ჩალიჩობ რაღაცას. რა მე არ დავდივარ ხოლმე ეგრე ტყეღრე, მაგრამ ვიღაცას გამოადგება. ერთი დღე საბარგული უზომო დიდია, პატარა საბარგულია. საკმაოდ ყვევითაც კიდე სათამაშოები და რაღაცეები ყრია. რაღაცა ორ ჩანთას შატევ, მაგრამ აი მთელი ოჯახი თუ სადღაც მიდიხართ, ნამდვილად ვერ ჩაეტევ. აი მთელი ოჯახი, აი მთელ ოჯახში გულსა მაგალითად ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი. აი მიდიხარ ერთი კვირით სადღაც ქალაქ გარეთ. ერთი კვირის ტანსაცმელს 4 სულზე აქ მე ვერ ჩავტო პირადად. მე ვერ ჩავ. მე შეიძლება ჩუსტებით და იმით რა ქვია, 1-2 ტრუსიკიდანაც კი წამოვიდე, მაგრამ აი ბავშვების და აი მთელი ოჯახის ტანსაცმელი რომ მიგაქვს ხოლმე, აქ შანსი არა, ვერაფერს ვერ ჩადოს. კინაღა მე მივაჯახუნე და ჩემი გურტა მეთქონ გავაფუჭე. და ვერ დავამუღამე კიდე აი ეს მეტკები. მეტკები არის როგორც აი დამეტკილია ეს ბოლტები არ უნდა გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს. ან ეგ ვერ დავამუღამე იდეაში რატოა. ყველგან აქვს თან რა, კარებზე აქაც აქვს შიგნით, პეტლებზე აქვს. აქაც აქვს, ყველა მხარეს აქვს და შიგნითაც აქვს. მეგონი სატესტო მანქანა მიყიდე. ქარხულ მანქანაზე ესეთ დამეტკილები არ მინახავს ხოლმე. მოდი ფარების ვთქვა, უკანა სტოპები, მე ფარებს ვეძახიან, სტოპებს ეძახიან ხოლმე უკან. ამ მანქანას რო უყურე მგონია, აი მამაჩემს გონდა ეს ჩინური ტელეფონი რა, აი რომელი ტელეფონი იცი, აი ყველაფერს რო უცდავს, აპოკალიფსი რო ხდება და ეს რო უცდავს, რა ქვია მაგ ტელეფონებს არ ვიცი. კატერპილარი, კატი? ხო, კატის ოღონდ ჩინური ვერსია ქონდა რა. კონკრეტულად მაგ დანიშნულებას რა ქვია არ ვიცი, აი ყველგან რო დადიხარ და ყველა ტალახში რო ჩააგდებ და ერთი კვირა რო იქ ეგდოს რო ამოიღებ და ისევ რო რეკავს, აი რაღაც ეგეთ ტელეფონი ქონდა ჩინური და აი მაგრად ევასებოდა ხოლმე. ზუსტად მაგას მაგონებს აი ეს დიზაინი. არაფერი რო არ ჭირდება და რო აქვს. თუმცა ისევ იმას გავიმეორებ. ძალით თითიდან გამოწვეული მიზეზები არ არის, ამ ყველაფერს თქვენს ხედავთ, თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენებურად და რავი, თქვენ დაწერთ, ან მოგწონთ, ან არ მოგწონთ. მე მაგალითად დიზაინში ამას ყველა სხვა მანქანა რო დავივიწყო, 10-დან, რავი, კაი 7-იანს დავუწერდი. 7-იანს დავუწერდი, ანუ ცუდი დიზაინი ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ნუ გადასარევიც არ აქვს. აქ არის შიგნით მოთავსებული სათადარიგო საბურავი, ეგ სათადარიგო საბურავი რო ამოიღო, რავი, ეს მთლიანად უნდა დაიშალოს.
გადაღებული გვაქვს ეგ, რა ვიცი, შეიძლება მარტივი ხერხიც ამის დაშლის, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ, რასაც შევესწარეთ, აი მაგ ვიდეოს ჩავსვათ ახლა და ნახავთ ისათა დაერგო საბურავი, როგორ უნდა ამოვიღოთ, ამ მთლიანად უნდა ჩამოიშალოს ეს ყველაფერი აქ. და კინაღამ გამომრჩა, რასაც ვიძახდი მთელი გზა, რომ ფერი ძალიან მაგარი ფერი აქვს, ამ დინარძემ გამახსენა, იმიტომ რომ ამ ჭორაობაში უკვე გადავერთე სხვა და ფერი ძალიან მომწონს, ვერცხლისფერი, რუხი უფრო რუხი, მატია ძალიან უხდება. ანუ ესეთი ფორმის მანქანას ეს ფერი ძალიან უხდება, მე პირადად ძალიან მომეწონა. მთლიანობაში აი შორიდან ცუდი ვიზუალის მქონი არ არის. მოდი იმასაც დავამატებ, რომ 4-ვე წამყვანია, ასევე არის საშუალო ზომის SUV. საშუალო ზომის არის და ანუ კადრში არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ დიდი ზომის ნამდვილად არ არის. ზოგადად ისედაც უწერია, რომ საშუალო ზომის არის. ოდნავ თუ წამოიწევით, სახურავსაც ხედავთ. ანუ მანქანა კომპაქტურია, არ არის ტლანქი, არ არის დიდი და შეგიძლია სარბენად იდეალურად გამოიყენო. ეხლა ბევრი ვილაპარაკი ამის დიზაინზე, იმიტომ რომ ამის დიზაინს თქვენც ნახავთ, მაგრამ მინდოდა ის ყველაფერი მეთქვა და ამეღნიშნა, რაც ამ მანქანაში მომეწონა და არ მომეწონა. ჩავждეთ ამ მოქოქოთ და გავაგზავნოთ ჩვენი ტესტ-დრაივი. გეواسაგიუშ. სათვალეების ჩასადები გააკეთეს, იმიტომ რომ ძღოლის მხარეს აქ ხელის მოსაკიდებლს არაკეთებენ ხოლმე და აქ ადგილი დაზოგეს და გააკეთეს აქ. აი, ბევრი მინდა სალონზე და ინტერიერზე გელაპარაკოთ, იმიტომ რომ აქ უფრო ბევრი საინტერესო რაღაცეები მხვდება, ვიდრე ნუ ექსტერიერს ყველა ხედავს. თავარია რა სიამოვნებას მანიჭებს, რამდენად კომფორტულია ეს მანქანა და ასე შემდეგ, რამდენად ჩქარია, რამდენად ნელია და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ტრადიციულად ვიწყებთ ხოლმე ინტერიერის გასურნელებით. ჩვენ მოვიყვანეთ აქ დღეს ჩვენთან სტუმრად არის საქართველოს დროშიანი ჯო. მე მიყვარს საქართველო. ეხლა ამ ჯოს გავხსნით. ჩავარჯობთ გრილში. ესე კაცურად ჯოს აქ და ბურთით ჩვენ მე მიყვარს საქართველო, რა თქმა უნდა. ტარებას რაც შეეხება, ტარებით მინდა დავიწყო, იმიტომ ინტერიერზე ბევრი მაქვს სალაპარაკო და პირველი შეგრძნება, რაც ამ მანქანამ წამოიღო, არის სიამოვნება. სასიამოვნო სატარებელი არ დაგიმალავთ. თან არაფერი ისეთი განსაკუთრებული დაკიდების სისტემა არ აქვს, ამორტიზატორები. ეხა აი უსწორმასწორო გზაზე დავდივარ, აქ თან მithumet რაღაცები გადაწყლილია, გადმოთხრილია, მცხეთას ალამაზებენ, მომწონს. უსწორმასწორო გზებზე რო დავდივარ, არაფერი განსაკუთრებული დაკიდების სისტემა არ აქვს ამ მანქანას და აი საკაიფო დადის, რბილად დადის. არ ყირავდები მოსახვევში და ეს ყველაფერი ქმნის იმას, რომ ამ მანქანას როდესაც მართავ, ძალიან სასიამოვნო სატარებელი ხდება. ეგ კომფორტი ჩემთვის არის ხოლმე პირველი და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ის მანქანა, რომელიც არის შენი ყოველდღიური ავტომობილი, ოჯახისთვის იქნება თუ სამსახურისთვის თუ რისთვისაც იქნება, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ, ის უნდა იყოს კომფორტული, რომ არ დაგღალოს. მაგას კიდე დავამატებდი, საჭე უზომოდ რბილია, 20-იანი დისკები აყენია, ეგეს ვახსენე და რა ვიცი, საკმაოდ რბილი საჭი აქვს და მთლიანობაში ამ მანქანის მართვა არ მღლის. ეგ უკვე დიდი პლუსია, რომ არ მღლის. საჭეს რაც შეეხება, საჭეს ნორმალურად გამოიყურება, მე მომეწონა, ანუ მოწონება პირველი არის ხოლმე ვიზუალური და მერე უკვე არის კომფორტი. თუ კომფორტულიც არის, ნუ მთლიანობაში ძალიან კარგი გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში ოდნავ განსხვავებული დიზაინი აქვს, ზევითაც ესეთი მოოთხკუთხედო არის, უფრო 6 კუთხას გავს ეს საჭე, ვიდრე მრგვალს ან 4 კუთხეთს და რა ვიცი, აი მართვაში ხელი არ შეუშლია, ჯერ იმიტომ რომ აი ესე ვატარებ, ესე ვმართავ, მხოლოდ ესე რო ყოფილიყო როგორც ახალ ტესლაზეა, ნუ ეგ საშინელებაა, მაგას ვერ დაუმუღამეთ, ვერც მე და ნუ დინარაძე ხო საერთოდ მოხსნა და ჩვეულებრივი საჭე დააყენა. ამ შემთხვევაში არ მაწუხებს. დიზაინსაც შეეხება, ეხლა ვერ ვიტყოდი რომ AMG-ვით არის და G-კლასივით არის კარბონებში და ანათებს და ასე შემდეგ, მაგრამ მისაღებია, ეხლა აი ვერაფერს ვერ პოულობ ამ საჭეზე, რო ვთქვა რომ ცუდია მეთქი. ჩემთვის მისაღებია ეს საჭე. ტორპედოს რაც შეეხება, ტორპედოც რაღაც სტილში არის ვითომ უგზოობის მანქანისთვის შექმნილი, რაღაც მოოფროუდო ელემენტები აქვს, დიზაინი აქვს. აქაც ანუ გაი შეგვიძლია ვახსენოთ, აი ცოტა რაღაცა Defender-ის სტილს გავს ეს ტორპედოს, მაგრამ მაგას რო თავი დავანებოთ, რას გავს და რას არ გავს, ესეც მომეწონა. აი მართლა მომეწონა. ეს გრილიც მომეწონა, ამ გრილის დიზაინი აქ რო აქვს. ნუ ეს მასალაზე ახლა ვერ გეტყვით, გიждები მეთქი, ამ რაღაცა მორეზინო რეზინა არის, ეს არც ტყავი არ არის, არც ბოლომდე. ნუ, რავი, რეზინაა რა, წითელი ძაფითა ზევიდან გადაკერილი.
და აქეთ ხარეს ეს თავისი დიზაინი რაც აქვს გაკეთებული, გზავრის ხარეს, ეგეც მომეწონა. აქაც აწერია traveler. ანუ შეგიძლია იგულაო და იბოდიალო სადაც გაგიხარდება. აქაც traveler არა, traveler. სათვალეში ეგრე ჩამდა, ჩინურ სათვალე მიკეთი ეთქო. travel აწერია, მე მაპატიეთ, მე მართლა შემეშალა ვერ დავინახე, თან გზას უყურებ, თან მაკეთ ვიყურები და ერთი სიტყვით. აქაც პატარა ესეთი რაღაცები დასადებია, ნუ სათავსოს ვერ უწოდებ, დასადებია უბრალოდ რაღაცეების და მთლიანობაში აი თქვენც მინდა რომ შეხედოთ, რომ მარტო რაღაცა მე არ ბობოქროვდე და დემაგოგობდე. მთლიანობაში მართლა არ გამოიყურება ცუდად. აქაც ნახე. ლამაზად არის, ამ დიზაინი ლამაზია, ეხლა ვერ ვიტყოდი. იქით უკვე პლასმასი გრძელდება. იქით ჩინეთი გრძელდება. აქ არის ჩინეთის კედელი. აქეთ კარგია, იქით უკვე ისაა ჩინეთის კედელის იქით უკვე არ აინტერესებს რა ხდება. აქაც პლასმასია, აქაც პლასმასია, მაგრამ ამ პატარა პლასმასებს მე ვპატიობ, იმიტომ რომ ზევით აქ რეზინა არის და რბილია, ანუ ხელი რომ მიარტყა, იდაყვი რომ მიარტყა, ეგრევე იმ ტოჩკაში არ მოხვდება და ხელი არ გაგიბუშდება და ტვინში არ დაგარტყავს. და გვერდზე აქ, ნახე? ესეც ძალიან კარგად არის. ალკანტარაში, საკაიფოდ, ესენი დამევასა ალუმინის სტილში, ღილაკები, შუშის ამწევი და ჩამომწევი. ასევე კარებზე რო გავჩერდები არ დამოვიწყო, რო აღებ და უშვებ ხელს ეს ნელა ნაზად იხურება, ეგეც ისეთია. ნუ აი ეგ ახლა არაფერი ტექნოლოგია არ არის, მაგრამ ხო აქვს, მოდი არ დავუკარგოთ, იმიტომ რომ მე ყველა შევპირდი, რაც მომეწონებოდა და არ მომეწონებოდა, ყველაფერს ვიტყოდი. Sony-ს აუდიო სისტემა აქვს, ეგეც საკმაოდ კარგია, დასაფასებელია, არ შემიძლია გულგრილად ჩაუარო Sony-ს აუდიო სისტემას, იმიტომ რომ Sony ბავშვობას მახსენებს ხოლმე, იმიტომ რომ მაშინ Sony-ს დინამიკები ხოაზე ხარ, მაგარი იყო. აი ხა ტრასაზე მივდივარ 100-ით და საკმაოდ რბილად მივდივარ, ხედვის არეალი მაქვს იდეალური. კლიმატი მონიტორზეა გადმოტანილი, ღილაკები საერთოდ არა აქვს, ანუ აქ კლიმატის ღილაკები არ გვაქვს, აქ არის ყველა ღილაკი, რაც უჭირდება. და კიდე შუშა ბევრს შეიძლება არ არის ეს კარგი ინფორმაცია ან საჭირო ინფორმაცია, მაგრამ მე ზოგადად მეზიზღება, როდესაც აი ესეთი წინასახარე მინები მხდება, რომელსაც აქ გათბობა. აი განა რა ვერ უნდა გაათბო, თუნდაც აი ამ ზოლების გარეშე ზამთარში, რომ გზა ვერ დაინახო, აი თვალში მეჭხირება ყოველთვის, როგორც კი ვიცი რომ მანქანას აეზოლები აქვს, სულ ეგზოლები მეჭხირება თვალებში. YouTube-იც აქვს, CarPlay-იც აქვს, ნუ დანარჩენი სტანდარტულად. უსაფრთხოებას რაც შეეხება, სხვათა შორის მაგის ვიდეოებსაც უყურე ხოლმე, იმ უსაფრთხოებაზე არ ვიძახია, ტარება და ეზოლებს რო ხედავს და მაგ უსაფრთხოებაზე არ ვიძახი. ანუ crash test-ებს და რაღაცებს უყურე, კაი ამტანი ვირიკი ყოფილა ეს მანქანა. ზოგადად ჩინელებმა რაც გამოუშვეს, ბევრი ვიდეოები იდება ხოლმე, თავისი ხარისხის დასამტკიცებლად, რომ აი მენა შეკრული კაფსულებია და ანგრევს ყველაფერს. ბარზე გადმოვიდეთ, ტელეფონი აქ მიდეს wireless charge-ია, საკმაოდ ისეთი ადგილი აქვს, ორი ტელეფონი მგზავრის და ჩემი ეტევა საკაიფოდ. ბერკეტი სიჩქარის გადასართველი ქვევით ზევით, პარკინგის ღილაკი დააჭერ და გააჩერებ. და ეს გორგოლაჭი, ეს ბერკეტი, ეგ არის ამ ავტომობილის უგზოობის, ანუ მოუდები, მაგრამ ძირითადად ვინაიდან აქცენტი უგზოობაზე არის, აქ უგზოობის რეჟიმები არის, უამრავი რეჟიმი აქვს მიყრილი ამ მანქანას. ნუ 4-ვე წამყვანი ავტომობილების მუღამი ის არის, რომ რაც უფრო კარგი პროგრამა წერია, პროგრამაში გულისხმობ იმას, რომ ეს 4-4-ზე არ არის, რომ აი мама პაპურად პანიჟენია ჩაურთო და რაღაცა გადართო იმაში გააქტივრო 4-4-ზე და წავიდა ბლოკირებები ჩართო. ამ მანქანაში არაფერი ბლოკირებები არ აქვს, რეჟიმები გაქვს და კომპიუტერი მართავს და თვითონ ხდება ავტომობილი, რა საფარზე ხარ და იმის მიხედვით უკვე ცდილობს რომ არ გაგჭედოს და დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანოს. ნორმალური მონაცემები უწერია ამ მანქანას, წესით ჩხარი უნდა ყოფილიყო, ოდნავ, მაგრამ დიდად სისწრაფე ვერ ვიგზენი. ანუ დადის, მაგრამ აი თითქოს უჭირს და იმაზე მეც ვთხოვ, ვიდრე შეუძლია ამ მანქანას. ეხლა ოდნავ ავჩქარდები მე ამ გზაზე ასფალტზე და ვნახოთ როგორ წავა. განწირული ხმა, როგორც ყოველთვის. ნუ ვერ უწოდებ ჩქარს რა, ვერ უწოდებ ჩქარს. ეხლა პრადოზე მეტი ცხენი კი უწერია, მაგრამ ნუ რაღაცა გარღვევაა ციფრებში რა. მიდის ხო, ეხლა ადგილზე არ დგახარ, მაგრამ ჩქარს ეხა ის არ გეგონოთ, ეხა ვიღაცა თქვენ ძმაო GT-ერები და კორვეტები დარბიხარ და ეგეთი ჩქარი ვერ იქნება, არა, ეგეთ ჩქარს არ ვიძახი. ანუ ესეთია რა, როგორც 2-დან 0-ები, ზუსტად იგივე 2-დან 0-ია ესეც რა. ის turbo მე მგონი არაფერს არ შვება პროსტა აქ ეხა ზევიდან HR-ში ტრიალ, HR-ში უშვებს იმას, ოკეი, HR-ს. დარია რა. ნუ რა, დარია რა, ეხა რო გეჯიმოდეს ალბათ მიასწრებ რა, სახლამდე რა, ეგეთ თემაა ეხა.
მეტი არაფერი ეხა ჩქარი ნაგლად ვერ არის ეს, ანუ ჩქარი მანქანა არ არის. ნუ ჩქართან ახლოსაც არ არის, მე თუ მკითხავ ეხა. სასიამოვნო სატარებელი არის, მაგრამ ნუ აი გასწრება რო გინდა, აი დავაჭირე, ხო? მე გადავრჩით, ანუ ეგრევე პირჯვარი უნდა გადაეწე. ეხა მეორე მანქანა სასწავლოს. ღმერთს ყველა გასწრებაზე მადლობა უნდა უთხრა, რომ გადარჩი, რომ წინიდან რამე არ დაგასწრა. ნელია. გეგონება რაღაც ანიმაცია მულტფილმი უნდა ჩაერთოს YouTube-ზე. კი, ეს არის აი მე პავაროტნის რო ჩართავ. ხო, ნუ არ ვიცი, უცნაური ხმაა. ერთი გასწრებაც და ეგ არის. მეც აღარ უზევ შენ ძმობას ვიცავარ. ოპა, всё, გადავჭით. ოფროუდიო და რაო კიდე მოფსმულზე ვერ ადის, იმე ბავშვები რო თამაშობენ ქვიშაში იმგზაზე ვერ ადის. მეც მაინტერესებდა თუ ავიდო, ეხლა ვარ გაჩერებული, თან მანუალში მაქვს. გასრო ვაჭერ უკან მიდი, ეს რისი ამსველია. რას გონი რო ავიღო რა არის, ცი? აი სადაც აიქამდე მიხვალ დიდი 2-8-გან, ნახე? იქ რომ მიხვალ და შენელება რომ დაგჭირდება, მერე რომ გაჩერდები და გას დააჭერ, აღარ მიდის. ანუ რას გონი არის, ეხლა რო ავიღო, რო ავჩქარდე და შევარდე, ეგ არის ვაბანგზე წასვლა. ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მომენტამდე ავა და მერე გაჩერდება და შუა გზაში იქნები გაჩხერილი. ნუ ეხლა აქეთა დაბრკოლება არ არის სასწაულად ისეთი დაუპყრობელი, მაგრამ ფაქტია ბუქსაობას იწყებს და ნუ მერე ჩერდება. ეხლა რეჟიმი მაქვს არჩეული ქვის ამ ქვებზე რო გადავიდეს იდეაში უსწორმასწორო გზაზე, მაგრამ ნუ ვერ ადის. სადაც კი გას დააკლებ, ანუ გულისხმობ იმას, თუ ინერციით არ შევარდი, აი გაჩერდი, აღარ იძრება. ყველა ვაწვავთ, ეს არ წავარს. ოფროუდის ლომი მენა, მოვედი გასწორა მიწასთან მთელია ეს მთები გასწორდა ამ მანქანისთვის. მე არც ვთხოვდი მაგას, მაგრამ აი რეჟიმები აქვს და ყველა რო იძახის და რაღაც ბროშურებს რო კითხო და 6 რეჟიმი დამაწყვიტე სათითაოდ ეგ 6-ვე რეჟიმი. კი 100-დან შეიძლება რაღაც ერთხელ აბობღდე, რაღაცა ქნა, რაღაც მოინდომო სახურავი ჩამოვარდე, მაგრამ ეგრე შეუძლია გარისკოს რავი, პატრონს შეუძლია მაგალითად გაიმეტოს თავისი მანქანა. ტესტ-დრაივის მანქანა, რომელიც სახსალამად უნდა დაუბრუნო უკან, ეხა ვაბანგზე ვერ წავალ იმის გამო, რომ დავამტკიცო, რომ აი ამ გორაზე ავიდა ჯეტური და რა თესლია. ეს იმ ხალხისთვის, ვინც მაგალითად Defenders, რაღაც Wranglers, რაღაც Raptors თუნდაც და რაღაცა off-road მონსტრებს და გიგანტებს ადარებენ ხოლმე, ეგეთ მანქანებს არ უნდა შეადარო. მე ამბიცია არ ვქონია ამ მანქანაზე, რომ იქ სადღაც აბობღდებოდა, მაგრამ სანამ აბობღებამდე მივიდოდით, პატარა დიაგონალ ბორცვები რაც იყო, ეგ ჩემთვის საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამეგო ზოგადად რაღაცა შეუძლია თუ არა, თავისი კლირენსი გამოიყენა, იქ თავისი სისტემა რა თქმა უნდა გამოიყენა, გადავიდა არ დამტოვა. ეგ იმისთვის გავაკეთე, რომ დემონსტრირება არის, იმის რომ სადღაც თუ მიდიხარ, პატარა უგზოობა თუ შეგვხვდა, იმას დაძლევს.
ანუ ეგ კაია რომ გააკეთა. ხა იქაც რომ გაჩერებულიყო, მაშინ სანაგვეზე მოსაქმნები იქნებოდა ეს მანქანა, მაგრამ ეგეთ პატარა ეს უსწორმასწორო გზას რომ უსწორდება, ნუ მშვენიერია. თუნდაც კლირენსის ხარჯზე, თუნდაც ის რაღაც სისტემა რო ეხმარება, ეგ ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ვინც იტყვის რომ აი ამით ოფროუდში დავდივარ, კი შეიძლება ვიღაც დადის იმეტებს, აი დედას სამანქანას, მაგრამ ნუ აი შეუძლებელია ნამდვილ ოფროუდის მანქანას უგზოობისთვის შექმნილ მანქანას, ნუ ამითი აჯობია, შეუძლებელია. ეგ კი არა დეფენდერი რო გადავიღეთ, იმაზე ვღადაოდით ბოლოს ვრანგლერის სათრევები გავხდით, მაგრამ ნუ ეგეც ცალკე თემა დეფენდერის ვიდეოში ეგ. ამიტომ ის რაც შეუძლია ჩემთვის მისაღებია, აი ეს რეჟიმები ჩემთვის, რავი, ნუ არაფერს არ ნიშნავდა არასდროს რა, იმიტომ რომ ეგ რეჟიმები კი 4-ვე წამყვანია და რა თქმა უნდა მართლა ეხმარება, მაგრამ ნუ მაგ რეჟიმის იმედად, აი ახლა ვერ გავექანები და 2 მეტრიან წყალში არ ჩავხდები იმის იმედად, რომ აი ეს რეჟიმს რო გავააქტიურებ, ამოვალ, ანუ ვერ ამოხვალ. დარჩები იქ, მე ზარი ახლობელთან და უნდა მოგაგნონ GPS-ი და ამოგათარიონ. ანუ წესიერი ოფროუდის მანქანა მოვა და ამოგათროს მე. ეს რაღაცაზე გავუწია, არაფერს აღარ ვეჩალიჩი, ამოვარტყი და გაიხსნა. მიხუიასე და დახვდა ყუთი, შავი ყუთი. ეს რა არის? ჩემი მენა ზევიდანა და კომპრესორი ვითადეს, ოღონდ კომპრესორი არა, შავი ყუთია მართლა. ეს რა, გოლფ სამებს რო ეყენა ხოლმე, იმე დრითქარებზე ვაყენებდით ხოლმე 30 ლარად ამ რაში რიწელებს. ეგ ჟიტკოსი არის დოტოტკი მაგრამ. ლანდგარი ყუთის. ლანდგარი ყუთისავით მართლა არის. აქაც დამეტკილია ყველაფერი, აუბედურება, იმე სატესტო მანქანა გამოატანეს მას შეხედეთ. ყველა ბოლტი დამეტკილია. ეს ყველაზე ხარ აკვირდებიან, მე უეჭველ ინფორმაციას იღებენ ამ ცენტრებში უბრუნდება ის რა, იმიტომ რომ ახალი ბრენდი რო არის, იქიდან აკვირდებიან, აი რას რაშია პრობლემა და შემდეგ მოდელებს რო გამოუშვებენ, ეგ იქნება მაგათი მანიშნებელი, რომ აი ესენი ტრეა, ანუ ინფორმაცია იწერება იქ ყველა. ინფორმაცია მაგალითად როგორც კოლოფების შეცვალა, 7 სიჩქარიანი DCT აყენია ამაზე და გადავიდნენ ავტომატურზე 8 სიჩქარიანზე, იმიტომ რომ რაღაცა ნუ არ დაევასათ ეთყობა. ზოგადად მე რომ მკითხო ეს dual clutch-ები რაც არის, ქალაქშიც მაგრად არ მომწონს. ანუ ჩვეულებრივი ავტომატური გადაცემათა კოლოფები კარგია. თუ სიტყვაზე რაღაც სპორტული მანქანაა და იმას ჭირდება ეს dual clutch DCT და აი შუმბახ ამუარტყი და პანჩური მოკვდა და წამის მიასედებში გინდა რომ ჩქარი იყოს მანქანა და შეიქმნა ინჟინრებმა ტვინი იმტყიეს მაგაზე რომ გაეკეთებინათ კი ბატონო, მაგრამ ესე ჩვეულებრივი მანქანაზე ყოველთვის ტვინი არც კომფორტული არ არის, არც პრაქტიკული არ არის და არც გამძლე არ არის. ერთი DCT ჩვეულებრივ ავტომობილზე, რომელიც არის აი სახლი, სკოლა, სამსახური, იქ რაღაცა ნათესაობა, ეგეთ მანქანებისთვის მე არ მომწონს. აი აქ რა უნდა გითხრათ, 2 და 0 turbo ძრავი არის ეს. მარა turbo-სა და turbo მე მგონი ხო გეუბნები ჰაეში პროსტა თავისთვის არის, არ ვიცი, შეიძლება იმენა აი ამ ხელა იყოს turbo იქ რომ იქ ჩაეწერათ მონაცემებში რომ turbo უყენია. 200 ინტერნეტში რომ დავგუგლე 254, 251, 255, აი ეგ ცხენები უწერია 390 ნიუტონ-მეტრი. აუ, აი იცი როგორ მეეჭვება რომ აი ეგ მონაცემები მართალი იყოს, აი ძალიან მეეჭვება, იმიტომ რომ მე პირადად ვერ ვიგზენი ეხა 400 ნიუტონი, ნუ 390, 400 ნიუტონი და 250 ცხენი, რა იგზენი 250, აი 400 ნიუტონი არის 4 და 4 BMW-ს რავი, აი ძველი ძრავი უანუსოები და ისენი აი 4 და 4, 5 და 0-ებშიც არა, მე მგონი 440 ქონდა იმას, მაგრამ აი 40 იყო ანგრევდა ბეტონი რო ჩაგება, მეორე მანქანა ისევ ზანოსობდი ჩეჯიბზე 400 ნიუტონი რო ქონდა და გასო დავაჭირე იქიდან, აი გეხვეწებიო, ნუ მოწვალეფო ამომძახა მანქანამ. ნუ ხვდებით, საითკენ მიმყავს ეს ლაპარაკი, იქითკენ მიმყავს, რომ იმაზე მეტი არ უნდა მოვთხოვოთ, რაც გადახდილი გვაქვს რა. მარტივად და კონკრეტულად. აი არ უნდა რა შეცემა რა. რაღაცა უნდოდა. ახლა მე პირადად ანუ მომწონს ამის ინტერიერი, მართლა მომწონს, ავარძლების კომფორტული აქვს, სივრცეც ნორმალური აქვს, ანუ თავთანაც მაქვს ადგილი. ეს ბერკეტი რო ვთქვი რომ გააღებ და გავუშვებ, ნელა იკეტება, ანუ ეგრევე ჯახუნით არ მიდის უკან. ეგეც რაღაცას ნიშნავს, ეხლა ვიღაცისთვის არაფერი არ არის, მაგრამ ამ მანქანას მაინც ჩინელებმა დაუყენეს. უგზოობა ამ საქმე არ არის, ისევ დავბრუნდეთ ქალაქში, საწვავის ჩავასხა და დასკვნით ეტაპზე გადავიდეთ. წავედით. იმედი აქედან დავბრუნდებით უკან. სადმე არ გავჩერდებით.
და ჩემი ვისოლის აპლიკაცია სულ ერთად ვართ, იმიტომ რომ როდესაც საწვავის ჩასვლა მჭირდება ხოლმე, შემოვირბე ნებისმიერ ბენზინ გასამართ სადგურზე, ამოვიღებ ჩემ ფასდაკლების ბარაც, გავატარებ და მე უკვე ის ფასდაკლება რაც მეკუთვნის, მაგით ვასხავ ხოლმე საწვავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ესეთი ფუნქციონალი დაემატა ჩემი წრე, სადაც შეგიძლია გააწევრიანო შენი ახლობლები, ნათესავები ან მეგობრები და ერთად მიიღოთ 20 თეთრიანი ფასდაკლება. გაიუმჯობესოთ პირობები და გამოიყენოთ ყველა ვისოლის გასამართ სადგურზე. ჩვენს რა თქმა უნდა ტესტ დრაივის დროს, როდესაც მთელი დღე დავდივართ ხოლმე და საწვავი ვითავდება, მე მოვდივართ საწვავს ვავსებთ და ვაგზავნებთ ხოლმე ჩვენ უხეშ ტესტ დრაივს. გადმოწერთ აპლიკაცია, გამოიყენეთ ვისოლის ფასდაკლება, ჩართეთ თქვენი მეგობრები და ახლობლები ახალ ფუნქციონალში, რომელსაც ქვია ჩემი წრე და მიიღეთ საუკეთესო ფასდაკლებები. 20 თეთრიანი ფასდაკლება შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველამ ერთად, როგორც მე ვიყენებ ხოლმე. აქაც მინდა შევხედოთ, ვინაიდან სათვალეები უკვე ვახსენე, რომ აქეთ არის სათვალეების შესანახი გადმოტანილი. აქ ძალიან ლამაზად სიმეტრიულად არის გაკეთებული პანორამის გასახსნელი, აქ ორი ღილაკია და ასევე თაჩზე არის შუქები. კარის განათებებს ლამაზად გამოიყურება, რა თქმა უნდა, ეგენი შეგიძლია შენი შეცვალო. ეგ უკვე ახალ თანამედროვე მანქანებში ყველას აქვს თითქმის. ნუ ბევრ მანქანას აქვს, ბევრს არა აქვს, მაგრამ ახლებს უფრო აქვს ხომ, ესეც სიახლე არ არის. ასევე ეს ბარიც განათებულია ქვევით პატარა სათავსოარი. ეგეც ლამაზია, ეგეც უხდება. უბრალოდ რაღაც დეტალები მინდოდა ღამე კარგად მეჩვენებინა. ეხლა ჩავაქრობ ამ მანქანას, გადმოვალ და დასკვნით ეტაპზე გადავიდეთ. მოკლედ რაც შეეძლოთ და არ შეეძლოთ ყველაფერი დაუყენეს ამ მანქანას, რომ არავინ აი ახსე არ ჩაეძიოს, არაფერი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. აი ყველაფერი რაც კი შეეძლოთ, ჩინელები რასაც უშვებენ სხვა ბრენდებისთვის თავის მანქანებსაც მიაყარეს. მოგეთ, არ მინდა გამორჩეს წვა, აი ხა მე განათა ლაიტბოქსმა გამის. არ მინდა გამორჩეს წვა, პირდაპირ პატრონს დავურეკე ჩვენ მეგობარ გივის და ვკითხე რომ აი რო დადიხარ ქალაქში რეალურად რამდენს გიწევს მე. აი იმენა ქალაქში შუაზე რო გავწყვიტო 12 ლიტრამდე ადის ხოლმე, მაგრამ ნუ ტრასაზე ნაკლებსო. რა თქმა უნდა, აი მისაღებია, კარგია და ნუ მეტი რა უნდა ხნას. ანუ წვას ნორმალურია. ეს წვა ამიტომ მინდოდა მეთქვა რომ ეს ელექტრომანქანა არ არის და ვინც იაფად სახლისთვის ავტომობილს ყიდულობს, იმისთვის მნიშვნელოვანია წვა. ანუ არც ჰიბრიდი არ არის ეს კონკრეტულად ჩვენი ჯეტური T2. მოკლედ დასკვნითი ეტაპი არის ესეთი. მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას. ცოტა ხანი ფასი გვერდზე გადავდოთ. ანუ მანქანა თუ გინდა ოჯახისთვის, სახლისთვის და უბრალოდ სამოძრაოდ ყოველდღიურად, ის მანქანა უნდა შეაფასოს სხვანაირად, უნდა შეაფასოს რომ იყოს კომფორტული, რბილი, შეიძლება არაფრის მთქმელი არ იყოს ზოგადად რაღაცებს, შეიძლება იყოს მთქმელი, გააჩინე რამდენად სქელი ჯიბე გაქვს, მაგრამ მთელი ამოცანა იმაშია, რომ შენ კომფორტულად იმგზავრო, იქ ბავშვები გადაიყვანო, იქ ოჯახის წევრებს მოიმსახურო, იქ სამსახურში კარგად იარო, იქ ცოტა დაწვას ეკონომიური იყოს და ასე შენ, ანუ ეს კომფორტი ყველაფერი ცოტა კომფორტები ერთად რო გაერთიანდება, უკვე ერთი კარგი დიდი კომფორტული ავტომობილი ყავს შეძენილი. ანუ არ შემას რო აკეთებ, ამ ყველაფერს უყურებ. წვა იქნება თუ რა იქნება. არის მეორე ვარიანტი, მაგასაც G-კლასისნაირი ავტომობილებს რო ვიღებთ, ხოლმე ვიძახი რომ ეს მანქანები იმიტომ ღირს ამდენი რომ კი, მართლა მაგარი მანქანებია, მაგრამ ეს არის სტატუსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მანქანით რომ მიაყენე სადმე, ხალხი ერთმანეთს არ გადასჩურჩულებს, რომ აუ ტიპი, აიშო, ჯეტურით მოვიდა, შამას რა ჯეკპოტი დაეცა, იმენა. ანუ ეგ ბაზარი დამიჭერე. ეგ არასდროს არ მოხდება, არასდროს არ მოხდება. Defenders რომ მოაყენებ და G-Class რომ მოაყენებ და რაღაც, რავი, რამე ეგეთ მანქანას რომ მოაყენებ, ეგ ბაზარი ყოველთვის იქნება. შენ შეიძლება ვერ გაიგო, მაგრამ შენ ციცი რომ იმათმა ციცია, რომ შენ ციცი, რომ იმათმა იციან. ერთი სიტყვით, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს მანქანა ცუდი მანქანა, მე უბრალოდ მინდა ავხსნა ეს ყველაფერი, ჩინელები რატო აკეთებენ იაფად და ისინი რატო ყიდიან თავის სახელს. ყველაფერში ეგრეა, ყველანაირ ნივთში ეგრეა. ეხლა აღარ დავიწყებ შედარებას, ჩანთების, ტანსაცმლის და ასე შემდეგ. არსებობს იაფიანი და არსებობს ზვირიანი. ზვირიანი ერთი და იგივე არის, უბრალოდ ის არის სტატუსი. იმიტომ რომ მათ შეუძლიათ ბლატაობა, წლებია, ისტორია აქვს თავისი. მეორე მსოფლიო ომი აქვს ზოგ ბრენდს გამოვლილი და იმაში მონაწილეობას იღებდნენ იმ მანქანებით და ეს გუშინ ჩამოთრეული პიზდაგლაზი ვერ იქნება იმ დონეზე. ამიტომ გავა რაღაც დრო და შეიძლება სხვა ბევრ მანქანას აჯობოს და ბევრი ბრენდი დაჩაგოს. იმიტომ ყოველთვის მაგას ვიძახით, ჩინური მანქანები რო გადავიღეთ, ანუ უკვე რო ნორმალურებია და რაღაც შექებას იმსახურებს ჩვენგან, შეიძლება 10 წელიწადში ნომერ პირველები გახდნენ.
მაგას დაველოდებით ერთად გავიგებთ. მოდი შევაფასოთ $35000 რას ვიღებთ. მე ვთვლი რომ $35000 იღებ კომფორტს, საკმაოდ ისეთ მაღალი დონის კომფორტს, იმიტომ რომ სასიამოვნო სატარებელი იყო, ჩემს პირველი ეგ არის, სალონი, ყველა ჩინური მანქანა რაც გადავიღეთ, ყველა სასიამოვნო სალონი ქონდა და ანუ ისეთი ხელჩასაჭიდი რომ მეთქვა რომ აი ფუ აი ეს რას სისულელე გაუკეთებიათ, რა ბანძია. ჩინურ ტესტ-დრაივებში არ მახსოვს, ჩინურ მანქანის ტესტ-დრაივებში მე ეგეთი არაფერი არ მახსოვს. ავატარი იყო და დამევასა, ზიკრი იყო და მდინარაძე გაგიჟდა ისე დაევასა, იქიდე რაღაც რამოდენიმე ჩინური ავტომობილი იყო, ორივეს ერთად მოგვეწონა და ასე შემდეგ. ეს გამონაკლისი არ არის, ინტერიერი მომეწონა, სიარული მომეწონა ამ მანქანის, ძალიან მძლავრი მანქანა არ არის და ჩქარი, მაგრამ არ აუხრავს, შიდაწვის ზრავით არის. ნუ ეგეთ შიდაწვის ზრავითაც ცოტა უცნაურია, იმიტომ ჩინელებისგან უკვე ეს ელექტრომანქანები რო შემოყარეს, იცი რომ ჩააჭერ მიფრინავს, დადის, ყველაფერში შევა, ბევრს გადის, უცებ შიდაწვის ზრავი გააძრეს და ამითი კონკურენციას ვის უნდა გაუწიონ, არ ვიცი, მაგრამ ისევ იმას უბრუნდები, რომ $35000 ახალ მანქანას ვიყიდობ, ეგეც ჩემთვის მისაღებია. ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ ჩვენ გავათამაშებთ ჩვენს არხზე სულ ახალ 4 ზამთრის საბურავს, რომელიც გადმოგცა თეგეტამ და გათამაშდება ეს 4-ვე საბურავი ჩვენ გამომწერებს შორის. ეხლა გეტყვით როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გათამაშებას? უმარტივესი არის. უყურე ამ ვიდეოს, ან ეხლა უყურებ, კომენტარი უნდა დაწერო. მინდა ბრისტოუნის საბურავი. სულ ეს არის. ამ კომენტარს დაწერთ, არ არის აუცილებელი რომ ბევრი დაწეროთ. ნუ შეგიძლია დაწეროთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვარჩევთ თითო იუზერის კომენტარს, პროგრამა რაშიც ვაგდებთ ამ კომენტარებს, ამ ვიდეოს, იქიდან არჩევთ თითო იუზერს. ამიტომ ველოდებით თქვენ კომენტარებს. ბრისტოუნის საბურავები, რომლებიც თეგეტამ გადმოგცა, ვათამაშებთ კიდე ერთხელ ვიმეორე, ვათამაშებთ ჩვენს არხზე. თავარი პირობა არხი გამოწერილი უნდა კონდეს, დაწერო კომენტარი მინდა ბრისტოუნის საბურავები და უნდა დაელოდო მომდევნო ვიდეოებს. არ გამოტოვ ვიდეო და სრულიად შემთხვევით ერთ ტესტ-დრაივს რო ჩართავ, იქ ამოხტება შენი სახელი და გვარი და გადმოგეცემა ჩვენგან 4 ზამთრის საბურავი, რომელიც ჩვენ გადმოგცა თეგეტა მოტორსმა. დღეისათვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. წარმატებას გისურვებთ გათამაშებაში. დროებით.